მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისგან, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. გიყვებით საქართველოსა და ევროპაზე და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე, როგორც იცით, ბოლო დროს ქართულ-ევროპული პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან დაძაბულია და ამ მხრივ ბევრი სირთულე არის გაფრთხილებები, არის მოთხოვნები ორივე მხრიდან და ამ შემთხვევაში ბუნებრივია ჯერჯერობით გაურკვეველია თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა გარდა ამისა ბუნებრივია ევროპასთან ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთობა არის განათლების, კულტურის, სოციალური, ბიზნესის და სხვა მიმართულებებით. უამრავი ქართველი სწავლობს ევროპაში, უამრავი ქართველი ცხოვრობს ევროპაში ან მუშაობს, დადის, მოძრაობს და ბუნებრივია ასეთი ურთიერთობები სხვადასხვა დონეზე არ შეიცავს ერთფეროვან ფორმატს და დამოკიდებულია ალბათ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანებზე, რადგან ბოლოს მაინც, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, პირველ რიგში რა თქმა უნდა ურთიერთობები იქნება ადამიანებს შორის, კულტურებს შორის და როგორ ხდება ეს ურთიერთობები, როგორ ხდება კულტურის გაცვლა, განათლების გაცვლა, ინფორმაციის გაცვლა, ამ თემებზე დღეს ვისაუბრებთ ადამიანთან, რომელიც ეხლა ჩამოვიდა ევროპიდან, მანამდე 2 წელი სწავლობდა იქ და შესაბამისად ახლა უკვე კონფლიქტოლოგია, რა პროფესიითაც ჩვენი გადაცემის სტუმარი ის ამ კუთხითაც საინტერესოა ბუნებრივია, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო რა თქმა უნდა მისი ევროპული, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო ვოიაჟის შესახებადაც ვისაუბრებთ. ნიკო დუმბაძე გახლავთ ჩვენი სტუმარი, მოგესალმები ნიკო. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. როგორც მადლობა პორიქში მოწვევისთვის. ნიკო, მოდი დავიწყოთ, ჯერ გითხარი, ესე იგი 2 წელი სწავლობდი ევროპაში, როგორც იცით, სად სწავლობდი, რაზე სწავლობდი და მე 2 წელი გავატარე ჩეხეთის რესპუბლიკაში, ვსწავლობდი ქალაქ ბრნოში, მასარიკის უნივერსიტეტში, კონფლიქტებისა და დემოკრატიის კვლევის ფაკულტეტზე. ზუსტად ასე ვთქვათ, ის საკითხებია, რომელიც ჩვენთან გადაცემაშიც გვაინტერესებს, ხშირად განგვიხილია. შენ ერთხელ უკვე იყავი ჩვენი სტუმარი, გეწვიეთ იქ ბრნოში და ვისაუბრეთ უფრო კერძო ასე ვთქვათ გამოცდილებებზე, თუმცა ახლა უფრო საინტერესოა კონფლიქტოლოგია და დემოკრატია დაასრულე. აი რა მიმართულებით მიდიოდა სწავლება, როგორი იყო შენი სტუდენტობა, მე როგორც ვიცი, შენ ასე ვთქვათ გაცვლითი პროგრამით იყავი თუ შენი სრულ იმაზე ვიყავი. კი ბატონო, აი ზუსტად საინტერესოა, აქედან გამომდინარე, როგორია ეს, როგორ ხდება ესეთი ტიპის ურთიერთობები ევროპასა და საქართველოს შორის, ამდენ მარტივია ნებისმიერი ადამიანთვის, ეხა აიღოს, შეავსოს პირობითად აპლიკაცია და წავიდეს მისთვის სასურველ ნებისმიერ უნივერსიტეტში. მთავარი ალბათ სურვილია, მთავარია გულით რამე გინდოდეს და ყველაფერი გამოგივა. და რაც შეეხება ქვეყანას, ჩემთვის მარტივი არჩევანი იყო, ვეძებდი ქვეყანას ცენტრალურ ევროპაში და საკმაოდ ხელმისაწვდომ პირობებში და ასევე კარგ უნივერსიტეტს და მარტივად გამოჩნდა ეს ვარიანტი. მოვძებნე, ვიპოვე რა უნდა მომემზადებინა ამ ყველაფრისთვის და ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვიდა კომუნიკაციის საფუძველზე რა თქმა უნდა. დავუკავშირდი, მომაწოდეს ყველა საჭირო ინფორმაცია და შემდეგ უკვე სავიზო პროცედურებთან ერთად უკვე გავემგზავრე და სწავლის მიხედვით მიდგომები თუ განსხვავდება, მაგალითად თუ იცი საქართველოში როგორ არის, იგივე კონკრეტულად შენი საგნის და ამ მიმართულებით რო ვისაუბროთ, თუ არის განსხვავებული მიდგომა, აქცენტი კეთდება უფრო წარსულზე, აწყოზე თუ მომავალზე, რადგან კონფლიქტოლოგია თავის თავში მოიცავს არა მარტო ისტორიული კონფლიქტების განხილვას, არამედ მოქმედის და მათი მოგვარების ფორმებს, ასე ვთქვათ. რთულია ამ შეკითხვაზე რო გიპასუხოთ საქართველოსთან შედარების კუთხით, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში არ მომწევია იმის საშუალება, რომ სამაგისტრო პროგრამაზე მესწავლა ამ მიმართულებით. ბოდიში ბაკალავრიც ამ მიმართულებით დაასრულე თუ ბაკალავრიაზე საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის ფაკულტეტი დავასრულე და შესაბამისად ამ განათლების პროცესში აღმოაჩინე ჩემი ინტერესი კონფლიქტების მიმართ და გადაწყვიტე რომ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა. რაც შეეხება მიდგომებს თვითონ ევროპაში და ჩემს უნივერსიტეტში რა სადაც მე ვსწავლობდი. ბოდიში ჩაგეკითხები, ხო არიცი ევროპაში ზოგადი დავუშვათ იგივე ჩეხეთში რაღაც ზოგადი პროგრამა არსებობს თუ როგორ შეიძლება ისწავლებოდეს ესა თუ ის საგანი თუ კონკრეტულად თავად უნივერსიტეტი წყვეტს როგორი მიმართულება დიდი ალბათობით უნივერსიტეტის პოლიტიკის ფარგლებში ხდება ანუ შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული იყოს ორ უნივერსიტეტში რა თქმა უნდა ჩემს უნივერსიტეტში მე მომწონდა უნივერსიტეტში და ზოგადად პროგრამაში რომ თუ ჩემი თვალსაჩინო აქამდე მეგონა რომ რამის დანახვის საშუალებას მაძლევდა იმდენ სიღრმეებში შევდით რომ ეს თვალსაჩინო კიდევ უფრო გაფართოვდა და ისეთი მხარეები და პერსპექტივები აღმოაჩინე რაც აქამდე ჩემთვის არ იყო ხელმისაწვდომი და ეს სიღრმისეული განხილვა საკითხების და რაღაც საკვანძო მიზეზების ძებნა ეს იყო ყველაზე მიმზიდველი ამ სასწავლო გამოცდილებაში ესეთი შეკითხვა მინდა დაგიშვა ხშირად არის საუბარი იმაზე რომ აი ღირებულებების ნაწილ
წერტილზე ევროპა საქართველო არის ბუნებრივია რაღაც განსხვავებები რაც ყველა ქვეყანაშია და ყველა კულტურაში ბუნებრივია თუმცა შენი აზრით რამდენად მარტივია ან არ არის მარტივი ქართველისთვის აი 2 წელი მშვიდად წყნარად იცხოვროს ასე ვთქვათ ევროპაში იმ გაგებით რომ ეს არ არის მისთვის სტრესი ან რაღაც თორე ნოსტალგიას რო განიცდის ეს ბუნებრივია ჩემი აზრით ქართველი ადამიანი იმდენად მდიდარია კულტურული და ზოგადად ღირებულებითი სისტემით უფრო მისთვის ძალიან მარტივი იქნება ევროპაში როგორც სულ ერთი ამ შემთხვევაში რომელ ქვეყანაში ამ შემთხვევაში მე ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ თუმცა საქართველოს მულტიკულტუროლობიდან გამომდინარე და ჩვენი ერის ესეთი განვითარებიდან გამომდინარე თავისუფლად შეძლებს ნებისმიერ გარემოში საკუთარი თავის პოვნას და თავიდან და თვითონ ადგილობრივებისგან მიმღებლობა ან კულტურულ განსხვავებულობასთან როგორია სიმართლე რო გითხრათ ну მაგალითისთვის ქართველები ძალიან ხმაურიანები ვართ ურთიერთობაში დაუშვათ ჩეხები შეიძლება ნაკლებად აი ასეთ რაღაცა არც იქ არიან ხმაურიანი ადამიანები მინდა გითხრათ და თავარია თუ ღირებულებით სისტემაში ემთხვევი ადამიანებს და თუ გაქვს იმის უნარი რომ შეძლო იმ მასპინძელ ქვეყნის ღირებულებებს გაუგო და პატივისცე ნებისმიერ გარემოში შეძლებ რომ თავი კარგად დაიმკვიდრო და ჩეხეთი არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში და საქართველოს და ქართულ მოქალაქეს თავისი ღირებულებითი სისტემით მე ძალიან ბევრი ქართულს ვიცნობ იქ ძალიან ესეთი კარგი ბედი მხვდა წილად რომ იქ ჩასული ქართველებთან მქონოდა კომუნიკაცია და ჩვენ ერთად გქონდა იმ საზოგადოებასთან ურთიერთობა და ყველა იყო გაოცებული ჩვენი არსებით და ჩვენი დამოკიდებულებებით და ჩვენი კულტურული როგორც მსგავსებებით ასევე განსხვავებებით. რამდენად მასიურია იგივე ჩეხეთში ან ხომ არ იცი სხვა მეზობელ ევროპულ ქვეყნებში ქართველი სტუდენტების რაოდენობა, აი ქართველების ესე რაოდენობა, რომელსაც კანონის განათლებას ღებულობენ ან წვლილი შეაქვთ უშუალოდ იქ ან შემდეგ ჩამოდიან და უკვე ცდილობენ აქ საქართველოში რაღაცები გააკეთო. ჩემდა გასაკვირად მე არ ველოდი ამ რაოდენობას ქართველი სტუდენტების კონკრეტულად იმ ქალაქში სადაც მე ვსწავლობდი პირველად რო ჩავედი მეგონა რომ სულ თითქოს 60 იმიტომ რომ არც ისე დიდი ქალაქია სტუდენტური ქალაქია ესე რომ ვთქვათ და არც ისე მიმზიდველი უნდა იყოს ქართველისთვის ესე რომ ვთქვათ და რო ჩავედი საკმაოდ გაკურებული დავრჩი იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ქართველები არიან და ძალიან კარგად მოღვაწეობენ ისე სასახელოდ მინდა აღვნიშნო რომ სანამ ჩვენ ნიკოს ბრნოში შევხვდებოდით და ველოდებოდით მას ასე ვთქვათ რამდენიმე ჯგუფმა ჩაგვიარა სადაც ქართული საუბრები აშკარად სტუდენტები იყვნენ და არა ტურისტულად ასე ვთქვათ ჩასული ამიტომ საკმაოდ მართლაც ბევრია შენ დაასრულე კონფლიქტოლოგია და მაშინ ვსაუბრობდით საინტერესო იქნება დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია ძალიან ცხელი აქტიური თითქოს მოულოდნელად, იმიტომ რომ იდეაში მსოფლიოში ამ ეტაპისთვის დემოკრატიის ასე ვთქვათ максимალური დონე იყო იდეაში ყველა უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში შედიოდა ეს, თუმცა საბოლოოდ სწორედ მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებიც რაღაც ჩაერთნენ ასეთ მსგავსი ტიპის პროცესებში. ამ შემთხვევაში დახმარების თვალსაზრისით იგივე უკრაინის ამბავში, თუმცა თავად ამ ქვეყნებშიც არის საფრთხეებზე საუბარი და ასე ვთქვათ მოსალოდნელი ეტაპები. აი შენ როგორც კონფლიქტოლოგი, როგორ ფიქრობ, სადა არსებობს თუ არა საერთოდ გამოსავალი, აქვს თუ არა ალტერნატივა დიალოგს, ან შეიძლება თუ არა საერთოდ დიალოგის რამეს მიაღწიო. ხომ არ არის ის მომენტი, როდესაც ხალხმა ეს პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ აი დიალოგით აღარ გამოდის და მოდი დაუბრუნდეთ ძველ მამაპაპურ ძალის მიერ საქმის გარჩევას. არა, დიალოგის ალტერნატივა ჩემთვის არ არსებობს. ჩვენ ადამიანებს იმიტომ გვაქვს ის გონება, რომ შევძლოთ ერთმანეთთან რამენაირად ერთმანეთის გაგება და დიალოგის გარდა გამოსავალი ჩემთვის არის ახება ხოლმე. მიუხედავად თქვენ დემოკრატია ახსენეთ და ზოგადად დემოკრატიზაციის ტალღა, რომელზეც საუბრობდით, დემოკრატიზაციას აქვს პოზიტიური ტალღებიც და აქვს ნეგატიური ტალღებიც, როგორც დემოკრატიას აღმავლობა მოყვება, ესევე დაღმავლობა მოყვება და ამას თავისი ტერმინები აქვს ზოგადად პოლიტიკურ მეცნიერებაში და ამ შემთხვევაში დემოკრატია ეხა იცვლება და ტრანზიციის პროცესში ის რაც ჩვენთვის დემოკრატია იყო აქამდე დემოკრატია არ არის ერთი სტატიკური რამის დინამიურია და ადამიანებიც როგორც იცვლებიან მოცემულობები იცვლება და შესაბამისად დემოკრატია ვერ დაჩება იმ ადგილას სადაც ოდესღაც იყო და უნდა თვითონაც განვითარდეს. ამიტომ მკითხავ ხომ არ გეჩვენება რომ სოფლიოში ბევრი პოლიტიკოსი ჯგუფი ან ორგანიზაცია ცოტა დროში ჩარჩა ასე ვთქვათ ვერ დაეწია განვითარების მოვლენებს და ვეღარ ახერხებს ადაპტირებას, აქედან გამომდინარე უკვე ვხებულობთ რადიკალიზაციას, ურთიერთობების და დაპირისპირებას. იგივე უშუალოდ ევროკავშირშიც, რომელიც ყველაზე მეტად დემოკრატიული სავსეა დემოკრატია, ამერიკაზე ასე ვთქვათ, ყველა მონაცემით უკეთესი დემოკრატია აქვს, თუმცა ვღებულობთ იგივე რუმინეთში, იგივე სხვაგან არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ საეჭვო ბევრი შეფასებით გადაწყვეტილებებს, რაც აქამდე
არ ახასიათებდა ევროკავშირის რაღაცნაირი რადიკალიზაცია ნაბიჯების. თუ ჩანს ეს იგივე ჩეხეთში თუ იყო მსგავსი, სადაც ასევე არის საკმაოდ ასე ვთქვათ ორ მხარეთ ნელ-ნელა მიმდინარეობს გაყოფა, ყოველ შემთხვევაში ბოლო გამოკითხვებით, ასე ვთქვათ ორი მხარეა დაპირისპირებული პარტიების, რომელთაც თანაბარი აქვს დაახლოებით მხარდაჭერა. დიახ, ეგ ალბათ ბუნდოვანი საერთაშორისო სისტემის ბრალიც არის, იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში რთულია აიდენტიფიციროს მხარეები და რთულია მიხვდე ვის ესაუბრები. გამომდინარე აქედან ნაკლებად სტაბილურ გარემოში უფრო მეტად ხარ მიდრეკილი რადიკალიზაციისკენ, იმიტომ რომ არ იცი სტაბილურობა როგორ შეინარჩუნო, რა არის ზოგადად სტაბილურობა და შესაბამისად ადამიანი ასაკობრივადაც თავის ასაკში რადიკალიზაციისკენ მიდრეკილია გარემო ყველაფერი ამ ყველაფერს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და შესაბამისად ისეთ მსხრევად გარემოში, რომელშიც ეხა იმყოფება საერთაშორისო სისტემა ჰეგემონის გარეშე, ესე რომ დავარქვათ, გამომდინარე აქედან ამ არასტაბილურობას მოყვებას ანუ ასე ვთქვათ ამერიკის ცოტა ჩაჩოჩება ამ კუთხით ან თვითონ ამერიკის მიერ უღარის თქმა გარკვეულ პროცესებში პირველი როლის მორგებაზე ამან ის შედეგი გამოიღო რომ სხვა ქვეყნები რომლებიც შეიძლება არ არიან ასე ვთქვათ ჰეგემონიაში გამოცდილი უშვებენ შეცდომებს. დიახ, ნუ სტატუს კოს ცვლილებას ყოველთვის მოყვება ეს არეულობა და შესაბამისად ამ პროცესს გავდივართ ჩვენ თაობას და ამ ადამიანებს რომელიც ეხლა ცხოვრობთ დეტამიწაზე ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამის გადატანა მოგვიწია. მაშინ კითხავ კონფლიქტოლოგიაზე გადავიდეთ, უბრალოდ ცოტა დრო გვაქვს ამიტომ ბევრი კითხვა მინდა მოვასწრო. ბრიტანეთის შედარება რო გავაკეთოთ პარალელი ისტორიული, როდესაც ბრიტანეთის იმპერიამ დაიწყო შესუსტება, რომელიც ტოტალური მსოფლიო ჰეგემონია იყო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, შემდეგ მივიღეთ მსოფლიო ომი საბოლოოდ ეს ყველაფერი ამით დასრულდა. ხომ არ არის ეს მსგავსი ტიპის სიტუაცია, როდესაც ერთი დიდი იმპერიის დაშლა კი არა უფრო შესუსტება ან რაღაც სხვა გადაწყვეტილებების მიღება იწვევს იმას, რომ ის ვინც თვლიდა რომ იმის შიშით რაღაცას არაკეთებდა, ეხლა უკვე ასე ვთქვათ აქტიურ მოქმედებებზე გადადის თითქოს იმაშება ცდილობს რომ წააქეზოს თვითონ ეს იმპერია რაღაც მოქმედებაზე ან ამოწმებს სანამდე ასე ვთქვათ მოთმინების ლიმიტი. დიახ, ნუ რეალურ ცხოვრებაში რთული ამაზე ლაპარაკი, თუმცა პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს კონცეფცია ჰეგემონიური ომის შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, როდესაც ჰეგემონის სახელმწიფო, რომელიც კარნახობს დღის წესრიგს, რომელიც ჩელენჯდება, ესე ვთქვათ, გამოწვევას იღებს ახალი აღმოცენებადი სახელმწიფოების და დიდი ძალების მხრიდან, უკვე ყველანაირი მთელი გარემო იმდენად დაძაბული ხდება, რომ ომი ესე ვთქვათ, გარდაუვალი ხდება და თუ ესე შევხედავთ და ესე დავინახავთ დღევანდელ საერთაშორისო სისტემას, ესე მიმდინარეობს, თუმცა თეორიულად ესე წერია, თუმცა რეალურად პრაქტიკაში არ ვიცით ეს როგორ განხორციელდება. თუმცა ისტორიული პარალელები რო გავაგრძოთ, ჩეხეთის ისტორია ერთ ძალიან ძიმე მომენტს მოიცავს ნაცისტურ გერმანიასთან ნაწილში, როდესაც შეუგნებელი თუ შეგნებული ესე ვთქვათ გადაწყვეტილების არ მიღებით ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ფაქტიურად საბოლოო ჯამში ჩაახუტა და აჩუქა ნაცისტურ გერმანიას ჩეხეთის დიდი ნაწილი, შემდეგ სრულად ჩეხეთი, რითაც ნაცისტურმა გერმანია გაზარდა თავისი ინდუსტრიული შესაძლებლობები და შემდეგ უკვე ყველას ერთად შეუტია. ხომ არ გეჩვენება რომ რაღაცეები გავს თანამედროვე სიტუაციას როგორც სხვა ქვეყნების მონაწილეობით? ცოტა ესეთი რთული შეკითხვა, არ ვიცი როგორ გაგცეთ წესიერი დაალაგებული პასუხი, თუმცა არ ვიცი მიტოვებას ვერაფერს ვერ დავარქმევ, გარდა იმისა, რომ ნუ ჩვენი ქვეყნის კონტექსტში თუ ვისაუბრებთ, ჩვენი ქვეყანა თავისი გამოცდილებით და ამ დემოკრატიზაციის 30 წლიან გზაზე ძალიან ბევრ ქარცეცხლში გაიარა და ეხაც გადის და ამ ყველაფერს გავიზნე, მე ამ ყველაფერს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ და ეს არის ის პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური კულტურა, რაშიც ვიხდით რეალურად. ანუ საერთო სურათით რო შევხედოთ, გამოვიდეთ არა ახლა მომენტში, არამედ რაღაც საერთო დიდი კონტექსტით რო შევხედოთ, შენი აზრით, ასე ვთქვათ, მაინც განვითარების პროცესები მიმდინარეობს ახლა, ჯერჯერობით რაღაც საბოლოო, ასე ვთქვათ, შეხედულებამდე თუ მდგომარეობამდე არ გავსულ ვარ და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავალ. რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, გვიწევს ისეთ დიდ ძალებთან თამაში, როგორებიც აი ამაზე მაინტერესებს ზუსტად კარგად გადახვედი, რადგან ჩემი შემდეგი კითხვა ეხებოდა. შენ ამ საგანს როდესაც გადიოდი, თუ არის საერთოდ ევროპაში სწავლება
ან სპეციფიკურად აუცილებელია თუ არა კავკასიის შესახებ ცოდნა, იგივე კონფლიქტოლოგიაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კავკასიური კონფლიქტები მსოფლიოს სტანდარტული ნაწილია და საკმაოდ მნიშვნელოვანი მისი რეგიონალური ჰაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქ არ გულისხმობ მარტო საქართველოს კონფლიქტებს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ყველა ერთად და კავკასიის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით თუ არის სწავლება კონფლიქტოლოგიაში, იგივე მაგალითად კონკრეტულად ამ შენს უნივერსიტეტში. შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებით ყველაზე მთავარი ყარაბაღის კონფლიქტის განხილვა მიმდინარეობს ხოლმე ძირითად კონტექსტში. თუმცა აფხაზეთის და არადი ნაკლები ამაზე ნამდვილად. ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებთან დაკავშირებით ეგეთი აქტუალობა არ ახასიათებს მაგ კონფლიქტებს, თუმცა ჩემი სამაგისტრო ნაშრომი აფხაზეთის კონფლიქტს შეეხება და ვიცი და ამიტომ წავედი ამ თემაზე. ცდილობ რომ ეს აქტუალობა შევმატო, თვითონ რამოდენიმე საგანში ერთ-ერთ საგანს გავდივდით მენეჯმენტის კონფლიქტის და იმდენად მოგვეწონა საგანი რო გვინდოდა თავიდან გაგვეკეთებინა და ლექტორმა შემოგთავაზა ჩვენ თვითონ შეგვექმნა მომავალი გეგმა და ის კონფლიქტები აგვერჩია, რომელიც ასე თუ ისე საინტერესო სურათს დაგვიხატავდა და ჩვენს თვალსაჩინოებსაც გააფართოვებდა და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებიც შევთავაზე, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი შემოვიფარგლეთ პირველ ჯერზე. შეიძლება ეგ საგანი გაგრძელდეს ჩემი წამოსვლის შემდეგ მაგ უნივერსიტეტიდან და იმედია საქართველოს კონფლიქტების აქტუალობაც გაიზრდება. თუმცა თავად ამ კონფლიქტების ასე ვთქვათ აქტუალობა სხვა ქვეყნებში ალბათ გარკვეულ ობირებასაც მოითხოვს უშუალოდ თვითონ ქვეყნების მხრიდან რაღაც ურთიერთობებში საგანმანათლებლო თუნდაც მინისტრების დონეზე ან საუნივერსიტეტო დონეზე, როდესაც ერთი ქვეყანა თავის პრობლემებს ასე ვთქვათ აცნობს სხვა ქვეყანას, რათა იქ შემდეგ უფრო კარგად იცნობდნენ მის იმას. ამაზე მუშაობა თუ არ შესაძლებელი როგორ? სიმართლე რომ გითხრათ, აკადემიურ წრეებში ყველა მისის და ყველას აქვს წარმოდგენა თუ რა ხდება საქართველოში და რა კონფლიქტებში მოუწია ჩვენ ქვეყანას გადარჩენა, ესე რომ ვთქვათ. სხვა ფენებში ეხლა თანამედროვე მეინსტრიმული არ არის. მეინსტრიმული რა თქმა უნდა არ არის, ვიღაცას რაღაც შეიძლება გაუგია, თუმცა ესე აქტუალობას არ წარმოადგენს, მხარის გაგება რთულია, არიციან ზოგადად რა არის საფუძველი, როგორ შეიძლება ვინ არიან საერთოდ ვინ არიან ეს ქართველები ან ვინ არიან აფხაზები და ასე შემდეგ. თუმცა რადგან შენი სამაგისტრო ნაშრომი იყო, აუცილებლად მაინც უნდა კითხო, შენი შეხედულება ამ კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით როგორ რაში გამოიხატება, ასე ვთქვათ, მე ვგულისხმობ არა მარტო გასაგებია რომ რუსეთი უნდა გავიდეს ამ თემიდან ძალით თუ ნებით თუ უნებლიეთ, მაგრამ აქ არა მარტო ეს არის პრობლემა. თავარი ეს არის, მაგრამ ამის გარდა არის სხვა მომენტებიც. როგორ დასახე შენ გეგმა, ან როგორ დაინახე ეს კონფლიქტი და ხედავ თუ არა რაიმე გამოსავალს? მე გადავწყვიტე, რომ დემოკრატია გამომეყენებინა, როგორც ღირებულება, ან დემოკრატიის არა იმის გაგება, როგორც სახელმწიფო მოწყობის, არამედ როგორც ღირებულებითი სისტემის და პატივისცემის და დიალოგის, როგორითაც დავიწყეთ ჩვენ თქვენი გადაცემა. გადავწყვიტე, რომ დემოკრატია მაშვალ ძალად გამოსულიყო. დემოკრატია იყო რეალურად მცდელობა დემოკრატიის მაშვალ ძალად გამოყენების 90-იანი წლების დასაწყისში, თუმცა პოსტტოტალიტარულ სახელმწიფოში დემოკრატიას აღქმაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე რთული იყო საუბარი შესაბამისთან. ამავე დროს დაშლის შემდეგ ნაციონალისტური რიტორიკიდანაც გამომდინარე რთული იყო, რომ გერწმონა რაღაცა იდეების გამომდინარე აქედან იმ მსხრევად და რთულ გარემოში დემოკრატიამ პირველ ჯერზე არ გაამართლა. ჩემი მიზანი ის იყო, რომ ის კულტურა დემოკრატიული და პოლიტიკური, რაც საქართველოს დააგროვა ამ 30 წლიანი დემოკრატიზაციის გზაზე, მაინტერესებდა, რომ მე იდენტიფიცირებინა სად არის ქართველი მოქალაქე დღეს, როგორ ხედავს ის დემოკრატიას დამღირებულებით სისტემას, პატივისცემაზე დაფუძნებულს და სიმართლე გითხრათ, კვლევის მონაცემები კვლევა ჩავატარე და კვლევის მონაცემები არც ეგეთი დადებითი იყო და პოზიტიური, ნუ ჩემოლოდინებს არ დაემთხვა, სიმართლე გითხრათ, თუმცა არ დაემთხვა იმ გაგებებს, რომ ბევრად მეტს ელოდი, ვიდრე მიღება. დემოკრატიის აღქმაში დრო და კონკრეტულად. თუმცა ჩემი მიზანი ყველაზე მეტად ის კი არის, რომ ჩემთვის სასიამოვნო პასუხი გამეგო პირიქით. სიმართლე მე მინდოდა გამერკვია სად ვიყავით, სად არის ახლა ქართველი მოქალაქე და როგორ ხედავს ის. შენ აქ საუბრობ დემოკრატიის აღქმაზე როგორც ზოგად ნაწილზე თუ დემოკრატიის აღქმაზე ამ კონკრეტული კონფლიქტის მიმართებაში? ზოგადი, რომელიც უნდა მივმართოთ კონფლიქტთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ღირებულებები, პატივისცემა, დიალოგი, თავისუფლება, კანონის უზენაესობა
სამართლიანობა, ეს ღირებულებები. ასე რომ თქვა, ჩვენს აფხაზნებს რომ დავანახოთ, რომ აქეთ უკეთესია, იმიტომ რომ შენ შემდეგ ამის შესაძლებლობა გექნება, შენი ცხოვრება ასეთი გახდება. ჩვენ როგორც სწორად გავიგე. ჩვენ როგორც საქართველოს ვალდებულება გვაქვს, რომ უფრო მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ და ეს თემა გამომდინარე იმ ბევრი მაშინ ერთ კითხვას დაგისვამ კონფლიქტოლოგიას, რადგან კარგად იცნობ. ხშირად კონფლიქტოლოგია რაღაც სხვადასხვა ქვეყნებისთვის დომინოს პრინციპით მუშაობს. თუ რუსეთმა ვერ შეძლო თავისი მიზნების მიღწევა უკრაინაში, ნაწილობრივ თუნდაც, ხო? ამ შემთხვევაში ხომ არ არის ეს შესაძლებლობების ფანჯარა? შემდეგ უკვე რომ რუსეთმა ზოგადად დაიწყოს თავის პოზიციების დათმობა, არა მარტო უკრაინა, საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანასთან, თითქმის ყველა მოსაზღვრე ქვეყანასთან რუსეთს ტერიტორიული დისპუტი აქვს, ან სხვადასხვა ფორმის პრობლემა, აქედან გამომდინარე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ეს უკან წავიდეს დომინოს პრინციპით დაიწყოს რუსეთმა გასვლა, თუ ეს ნაკლებად რეალისტური მომენტია, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ. რთულია ამაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად იცვლება დინამიკა რუსეთის შიგნით პოლიტიკაში და შესაბამისად რუსეთის გარეთ პოლიტიკაში. აფხაზეთთან მიმართებაში ჩემი мотиваცია ამის რომ ახლა რატო არის ეს თემა აქტუალური, სწორედ ის კონფლიქტი იყო, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს და გადავწყვიტე რომ ეს მომენტი, როდესაც რუსეთს მეტნაკლებად შემცირებული გავლენა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს გამოგვეყენებინა იმის რაღაცა ბიძგად, რომ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები განახლდეს და როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური შეხვედრები ბოლოს კითხავ ამ ხაზზე, ხომ არ დაგჭირ შენ შტაბ-ჭდილება, მე ალბათ შენ ამ მიმართულებით იმას საკითხსაც ეხებოდი, რა ინტერესი აქვს რუსეთს ზოგადად მხოლოდ ზოგადად დავიწყოთ ყველაფერი არა, ამის იქეთაც არის ხოლმე რაღაც ინტერესები და თუ უკრაინაში ხშირ შემთხვევაში ნაციონალისტური იმპერიალისტური იდეების გარდა არის ფინანსური საკითხიც, რადგან სწორედ უკრაინის ინდუსტრიული მხარის ნაწილი აქვს ოკუპირებული რუსეთს და ცდილობს კიდევ უფრო მეტი და ეს დიდი ფინანსური მოგება, აფხაზეთის ნაწილში ასე არ დგას საკითხი, ინდუსტრიული მხარე არ არის, ეხლა ტურისტულიც, ეხლა რო ვთქვათ, რომ რუსეთის ზომის ქვეყნისთვის რაიმე განსაკუთრებული დანიშნულება არც არის ეს დანიშნულება, არც იმდენი ფული დაუხარჯავს რუსეთს, როგორც მაგალითად ყირიმში ან ჩეჩნეთში დახარჯა თავის დროზე, მილიარდებზეა საუბარი, აქ ეს ფაქტია. არ არის, აქედან გამომდინარე კონკრეტულად რა ინტერესი აქვს გარდა შოვინისტური იმპერიალისტურისა, თუ დაინახე ეს შენ, რა თქმა უნდა. ზოგადად ის რთულია იმპერიალიზმის ფარგლებს გასცდა, იმიტომ რომ იმპერიალიზმის იდეა თავიდანვე გავფართოვებდა და დიდები ვიყოთ. დიახ, თუმცა ეგეთი მარტივი არ მესახება იმპერიალიზმი, რა თქმა უნდა, ეგ არ არის და რა თქმა უნდა, ის ეგ უბრალოდ გავდიდდეთ და გავიზარდოთ და შევინარჩუნოთ გავლენები, ძალიან დიდ სხვა პერსპექტივებს მოიცავს თავისი ძალის კარგი ალბათ პროპაგანდისტვის ვიღაცისთვის, თუმცა იმის უკან ბუნებრივია იმალებ. არა, მე რატო გეკითხებ ძირითადად ასპექტად, როდესაც ამ კონფლიქტზე საუბრობ, ხშირად ამბობენ, რომ ეს უბრალოდ რუსეთისთვის ერთადერთი ბერკეტია, რომ საქართველოსთვის კონდეს იგივე ნატოს ნაწილში, კონდეს ბერკეტი. მხოლოდ ეს არის თუ კონფლიქტში ჩანს, რომ იქ რუსეთს რაღაც სხვა ინტერესით შეიძლება. არა, რეგიონალურ მხარედ უნდა დარჩეს და რეგიონში უნდა შეინარჩუნოს ის ძალაუფლება, რაც გააჩნია და აფხაზეთში გავლენების შენარჩუნებით ის, რა თქმა უნდა, ავარჯიშებს თავის ეს რო ვთქვათ, თავის გავლენებს რეგიონში და ასევე არ მოდუნდეს ასე. რა თქმა უნდა, ეს უსაფრთხოების ზოგადად როგორც საქართველოს როგორც სადერეფნე ქვეყნის ფუნქციის უსაფრთხოების ეჭქვეშ და კითხვით ინიშნის ქვეშ დაყენების ერთ-ერთი და ბოლოს მინდა კითხო გადაცემის დასაწყისში უკვე დიდი ხანია ვამბობ ხოლმე რომ ქართულ-ევროპული ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობები დაძაბულია. მე დარწმუნებული რომ ჩვეულებრივ ქართულსა და ევროპელს არანაირი პრობლემა არ აქვს ურთიერთობაში და ეს ასეც არის და ასეც იქნება. როგორც ხდება ხოლმე, ადამიანური ურთიერთობები და პოლიტიკური ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა, როგორ ფიქრობ, კომპრომისის იქეთ დაუშვათ ორივე მხარის მხრიდან არის თუ არა რაიმე გზა ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამ ნაწილის დარეგულირების? მე ვფიქრობ დრო და დრო უნდა მივცეთ მათაც და ჩვენს საკუთარ თავებს და მათაც მეტი პატივისცემა მართებთ და ჩვენს მეტი მუშაობა გვმართებს. პატივისცემას კულტურულ იდენტობის ნაწილში გულისხმობ, რომელიც ევროპაში საკმაოდ ჭრელია, თუ რაღაც სხვა ნაწილებშიც?
ყველგან ესე რომ ვთქვათ არ მინდა რომ რაღაც კონკრეტიკას მივეცე, თუმცა ჩვენ დემოკრატიაზე ევროპა ხომ დემოკრატიის რაღაც შუქურას ავით გვევლინება ჩვენ და აქედან გამომდინარე თუ ამ ღირებულებებს არეკლამება რომელიმე მხარე შესაბამისად რთულია ამას. ამიტომ ყველას გუმართებს ჩვენი ნაწილი პატივისცემისა ერთმანეთის. ძალიან დიდი მადლობა ნიკო, საინტერესო იყო შენი სტუმრობა, ჩვენი გადაცემა მოწვევისთვის. პირიქით, ჩვენი გადაცემა ამით დამთავრებულია. 6 საათზე კი თქვენ კვლავ ფეხბურთი გელოდებათ.